გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. პრემიერ-მინისტრმა აჭარაში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150.000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში 20 გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებული სტარტაპერების დაჯილდოების ღონისძიება ამ წუთებში იწყება და მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პატივცემულ სტუმრებს. ჩვენს პატივცემულ სტუმრებს ასევე საზღვარგარეთიდან, მრავალი ქვეყნიდან არიან ჩამოსულები დღეს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის მხარდასაჭერად და რა თქმა უნდა მოგესალმებით თქვენ სტარტაპერებო, ეს არის სტარტაპული ღონისძიება და აბა როგორი განწყობა გვაქვს 3 დღის მერე. შვენიერი. მე მინდა პირველი სიტყვით მოვიწვიო ადამიანი, რომლის უშუალო ინიციატივითაც მხარდაჭერით ქართულ სტარტაპებს უნიშნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდა. ჩვენ ინოვაციების აგენტოში ვერ წარმოვიდგენით ესეთი მნიშვნელოვანი რეფორმა თუ შეიძლება და განხორციელებულიყო და მართლა უპრეცედენტოა. გთხოვთ მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქროიშულს, მივესალმები მინისტრებს, მთავრობის წევრებს, მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, მივესალმები სახელმწიფო რწმუნებულს, გურის მხარეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, მივესალმები ჩვენს უცხოელ სტუმრებს, ჟიურის წევრებს, ჩვენ სახელოვან სპორტსმენს, საზა ფაჩულიას და სტარტაპერებს, მინდა მოგესალმოთ და მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მე მიხარია რომ ვესწრები დღევანდელ ღონისძიებას 20 წარმატებული სტარტაპის დაჯილდოებას. ეს არის კულმინაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში ინოვაციების, სტარტაპების განვითარებასთან. რა თქმა უნდა, სტარტაპები განსაკუთრებულ ძალას ძენს ეკონომიკის განვითარებას, აქ თავს იყრის როგორც ტექნოლოგიები, ასევე შემოქმედებითი მიდგომა, ცოდნა და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მომავალში სტარტაპების მხარდაჭერა, ეს ზრდის, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზრებზე. შესაბამისად, მომავალში საქართველოს მთავრობა აქტიურად დაუჯერს მხარს სტარტაპების განვითარებას. ძალიან გვიხარია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად თანამშრომლობთ ერთმანეთთან სტარტაპების განვითარების მიმართულებით, იმისათვის რომ შექმნათ უფრო ხელსაყრელი გარემო სტარტაპებისთვის ჩვენს ქვეყანაში და ამისათვის, როგორც უკვე აღენიშნა, ჩვენ გავამარტივეთ საგადასახადო კანონმდებლობაც, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ მიიღოთ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და პირველი 3 წლის განმავლობაში მთლიანად გათავისუფლდებით, რა თქმა უნდა, საშემოსავლო გადასახადისგან. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპების განვითარებას, შესაბამის ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომავალშიც კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ მიმართულების შემდგომ განვითარებას. ჩვენ ასევე გუშინ ვეწვიეთ ქუთაისს, სადაც ქმნით ტექნოლოგიურ ჰაბს, ესეც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იდგმება სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში შემოვიყვანეთ სოფლიო დონის აქსელერატორები, ინვესტორები. ეს ყველაფერი კეთდება საბოლოო ჯამში ერთი მიზნისთვის, რომ ქართულმა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი იდეები პირველ რიგში აქ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში განავითარონ და იდეების რეალიზება შეძლონ ჩვენს ქვეყანაში. თქვენი წარმატება არის მაგალითი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ყოველთაობის წარმომადგენლებისთვის. თითოეული თქვენი ისტორია, რა თქმა უნდა, სტიმულს აძლევს ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომ თავადაც მიაღწიონ წარმატებებს, აიხდინონ საკუთარი ოცნება, სტარტაპად აქციონ საკუთარი იდეები და ამ კუთხით სამაგალითოა, რა თქმა უნდა, ის საქმე, რომელიც თქვენ სტარტაპერებმა გააკეთეთ. მინდა შესაბამისად კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს მიღწეული წარმატება, ეს ჯილდო არის არა მხოლოდ დაფასება იმ საქმიანობისა, რომელიც თქვენ განახორციელეთ, არამედ პასუხისმგებლობაც არის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად განავითაროთ საკუთარი იდეები. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განსაკუთრებულ პრიორიტეტად
აღიქვავს სტარტაპების განვითარებას, ინოვაციების, ტექნოლოგიების მხარდაჭერას და მიმართულებით მომავალშიც გვექნება ძალიან კონკრეტული ინიციატივები ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს და კიდევ ერთხელ გვირდებით მომავალშიც მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გილოცავთ მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მუდმივი მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სიძლიერე არის ის ძლიერი ზურგი, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს სახით და ინოვაციების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის და მე მინდა სიტყვა გადავცე ჩვენს მნიშვნელოვან მხარდაჭერს საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრუვიშვილს. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის წარმომადგენლებს, ბატონ სულხან თამაზაშვილს მივესალმები, ისევე როგორც დიდი სიტყვეთი მივესალმები ჩვენ სტუმრებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან ჩამოვიდნენ და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით დღევანდელი დღის გამარჯვებულების გამოვლენაში. როგორც მოგეხსენება, თანამედროვე ცივილიზაცია და ეკონომიკა უკვე წარმოუდგენელია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარეშე, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის სტარტაპების ეკოსისტემა. მასში მონაწილე ყველა ადამიანი, რომელიც კრეატიული აზროვნებითა და ახლებური გადაწყვეტის გზით ცდილობს გაუმჯობესოს კონკრეტული მიღწევა. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება 20 წარმატებული სტარტაპი, რომელმაც მოახერხეს თავიანთი იდეების რეალიზება და შედეგიან პროექტებად ქცევა. ქართული ეკონომიკისთვის მსგავსი ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობა მნიშვნელოვანი ასპექტია. საქართველოს ხელისუფლებისთვის სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება და ხელშეწყობა ყოველთვის იყო, არის და იქნება განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ტექნოლოგიების, კრეატიული ბიზნესებისა და მაღალი ღირებულებების სერვისების მიმართულებით განვითარდეს და შექმნას მიმზიდველი გარემო, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო რეზიდენტებისთვის. ამ გზაზე უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში 264 სტარტაპი უკვე ჯამურად 43 მილიონი ლარით დაფინანსდა. შედეგად აღნიშნული სტარტაპების მიერ მიღებული კერძო სარგებლის მოცულობამ 700 მილიონ ლარს მიაღწია. ეს რიცხვები სააგენტოს საგრანტო პროგრამის ქმედითუნარიანობასა და წარმატებაზე მეტყველებს. ჩვენი ხელშეწყობით ინოვაციური იდეები კრეატიულ პროდუქტებად იქცა და სათანადო მასშტაბებით შეიძინა. დღევანდელი სტარტაპ ეკოსისტემის სისწრაფისა და არსებული საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე გადავწყვიტეთ ამერიკული და ევროპული 4 აქსელერატორის საქართველოში შემოყვანა. აქსელერაციის პროგრამა იქნება თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც წლიურად 160 სტარტაპს მოიცავს. ეს მათ მისცემს წვდომას გლობალურ ბაზრებზე, საერთაშორისო ქსელსა და დამატებით ინვესტიციებზე. აქსელერაციის პროგრამაში ჩართული სტარტაპების საგრანტო დაფინანსება 150,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაიზრდება. ამასთანავე სახელმწიფო ინოვაციური სტარტაპების სპეციალურ საგადასახადო რეჟიმს აწესებს, რომელიც ძალაში 24 სექტემბრიდან შედის. 3 წლის განმავლობაში სტარტაპები და კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები ნულოვანი საგადასახადო განაკვეთით ისარგებლება. საქართველომ არ უნდა შეაჩეროს გლობალური ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ეტაპები და ამისთვის ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კვლავ გვპირდებათ უამრავ ხელშემწყობი პროგრამის თქვენთვის წარდგენას. მხოლოდ ასე ავაშენებთ უკეთეს მომავალს, შრომაზე, ცოდნაზე და რეალურ ძალისხმევაზე დაყრდნობით აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომ ჩვენ გვექნება აყვავებული ქვეყანა მშრომელ და ბედნიერ საზოგადოებას ცოდნითა და უნარებით აღჭურვილ თაობებს მივიღებთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა რომ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და პირველ რიგში მადლობა გადაგიხადო თითოეულ თქვენგანს, მადლობა გადაუხადო ჩვენ სააგენტოს, მადლობა გადაუხადო ჩვენ ჟიურის წევრებს და რა თქმა უნდა გისურვოთ წინ კიდევ მრავალი წარმატება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე პირდაპირ პროპორციულად დაისახება. დიდი მადლობა. ეს იყო ჩართვა აჭარიდან, სადაც გამარჯვებული სტარტაპერების დაჯილდოების ღონისძიება იმართება. ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთში ჩელე არენის მოედნების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში შეიცვალა მინდვრის საფარი, ორ მცირე სტადიონზე მოეწყო განათება, ჩატარდა
ტრიბუნების და ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც განათებისა და ტრიბუნების მოწყობას მოიცავს, წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონამდე ლარია. პრემიერ-მინისტრი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა. ასევე კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკა. მგზავრთა ნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით მიმდინარე წელს იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში კომპანიამ ბოლო 1 წლის განმავლობაში 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ განვახორციელეთ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია. მოვაწესრიგეთ არსებული ინფრასტრუქტურა. მოგეხსენებათ, რომ წელს ბათუმის აეროპორტში გვაქვს 35%-იანი მატება და შესაბამისად ეს მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურას. ამიტომ გავაორმაგეთ სადგომების რაოდენობა, მოხდა სრული რეაბილიტაცია ასაფრენ-დასაფრენის ზოლის 1 კილომეტრიანი მონაკვეთის. ეხლა მიმდინარეობს გაფართოების სამუშაოები ტერმინალში და ასევე მუშაობთ ახალ პროექტზე, რომელსაც ძალიან მალე წარუდგენთ საქართველოს მთავრობას. ბათუმის აეროპორტში ჩვენ წელს ველოდებით ისტორიულ მაქსიმუმს მგზავრთა ნაკადის თვალსაზრისით. შესაბამისად 1,200,000-ზე არის ჩვენი პროგნოზი გაკეთებული. რო შევადაროთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8 თვეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 32%-იანი მატება გვაქვს. რეისების კუთხით კი 35%-იანი მატება. მთავრობის ეფექტიანობის შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს 62.5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო 20-ში მოხვდა. საქართველოს უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება, მათ შორის ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია, ლატვია, იტალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი და თურქეთი. მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. მთავრობის ეფექტიანობით საქართველოს 25 ადგილზე დაწინაურდა მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის საუკეთესო 20-ში მოხვდა. ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოზე უფრო უკეთესი პოზიცია აქვს დაფიქსირებული და ბუნებრივია ეს მიუთითებს, რომ კეთილსინტეზური მართვის პრაქტიკაზე დაფუძნებული პროცესები საქართველოში მიმდინარეობს წარმატებულად და პოლიტიკის როგორც დაგეგმვის ისე განხორციელების პროცესი არის მაღალ დონეზე. ბუნებრივია ყოველივე ეს ასახავს ეკონომიკურ განვითარებას. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთშია. გეკა გელაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მიიწვია. მინისტრი მონაწილეობს გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში. მთავარი თემაა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომლითაც მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების, გაეროს, ინტერპოლის და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შორის. კონფერენციაზე ქართული დელეგაცია მოიწვია ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრმა. ფორუმში მონაწილეობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც არის ინტერპოლი, გაერო და ასე შემდეგ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც არის გლობალური უსაფრთხოება და არსებული გამოწვევები. კონფერენციის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა წარუდგინეს თავიანთი ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ აღნიშნულ გამოწვევას. შინაგან საქმეთა მინისტრს ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრთან, სადაც განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. ბრიტანეთის საელჩოში გამართულ კონსპირაციულ შეხვედრაზე, რომელშიც გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია მონაწილეობდნენ, პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ბარამიძემ დაადასტურა, რომ საელჩოში საპროტესტო აქციებზე იმსჩელეს. ბრიტანეთის ელჩი კი ქრონიკასთან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. მმართველი გუნდის შეფასებით დაუშვებელია დიპლომატიური მისია საზოგადოების გახლეჩის და დაპირისპირების მცდელობას ახალისებდეს. არ ვაპირებ, რომ თქვენ ახლა კომენტარი მოგცეთ. როდესაც იმ დაჯგუფებებთან, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ აპირებენ დემოკრატიული პროცესის საბოტაჟს, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა ჩაშალონ არჩევნები, რომლებიც ამბობენ,
რომ ხელი უნდა შეუშალონ მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოვლენაში, მათთან ასეთი ტიპის შეხვედრები სალონური საუბარი ახალისებს მათ შემდეგ ქმედებებში. მაშინ, როდესაც ამას თან არსდევს კაფეო პოზიცია, ამ შემთხვევაში ბრიტანეთის საელჩოსი თუ სხვადასხვა ინსტიტუციის კაფეო პოზიცია მათი რადიკალური ქმედებების მიმართ. ჩვენ ხშირად ვისმენთ ცრუ ნარატივებს საქართველოსთან დაკავშირებით, ვისმენთ დეზინფორმაციას, მათ შორის ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე ვერ მოვისმინეთ ერთი სიტყვაც კი იმ ძალადობრივი აქტების შესახებ, რომელიც ამ პოლიტიკური ძალების ორგანიზაციებით ხორციელდებოდა, როდესაც პარლამენტს ცეცხლს უკიდებდნენ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, როდესაც პოლიციელებს ქვებს ესროდნენ, როდესაც ჩადიოდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებებს, ერთი გაკიცხვა არ მოგვისმენია ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს არაგულწრფელობას საკუთარ მიდგომებში. ბრიუსელი საქართველოსგან პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და იყენებს ტერმინს პოლიტიკური პატიმარი. მმართველი გუნდის შეფასებით ევრობიუროკრატების მსგავსი განცხადებები ევროპულ ღირებულებებს შეურაცხყოფს. პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკასა და ევროკომისიაში გაკეთებულ განცხადებებს ადარებს და წერს, რომ ორ განცხადებას შორის ღირებულებითი უფსკრულია. საუბარია შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება იცავს იდეებს, დებატებს და განსხვავებულ აზრსაც კი, მაგრამ ის არ იცავს და არასდროს დაიცავს ძალადობას. მოგვიანებით ჩალო პაპუაშვილმა ამ თემაზე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, ევრობიუროკრატების განცხადებები კი ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთებაა. პირველ რიგში ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში. თქვენ ფიქრობთ, რომ მასზე ბანერზე ფლომასტერით წარწერა დანაშაულია? რა თქმა უნდა, ის არის პოლიტპატიმარი. ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ერთი, მეორე, ელენე ხოშტარი არის ადამიანი, ზუსტად ის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ შეუზღუდოს მოქალაქეებს არჩევნების გზით ნების გამოვლენა და ჩაშალოს დემოკრატიული არჩევნები. ეს არის ღირებულებითი უფსკრული, რომელიც დღეს არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიუსელს შორის. ყველა გმობს ძალადობას. ევროკომისიის პრესპიკერი გამოდის და მხარს უჭერს მოძალადეს. ყველა გმობს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, ევროკავშირის თუ ბრიუსელის სხვადასხვა ბიუროკრატი გამოდის და მხარს უჭერს იმ აფინანსებს, იმ NGO-ებს, რომლებიც პირდაპირ გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან. პოლიტიკური სპეკულაციების სიბინძურე, რასაც ვხედავთ ამ ბიუროკრატების მხრიდან განცხადებების სახით, რომელიც ყოველთვის დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისამებაზე. რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები აზიანებს მათ, აზიანებს ზოგადად ევროკავშირს. როგორ შეიძლება ადამიანმა თეთრზე თქვას შავია მტკიცებით ფორმაში, წარმოუდგენელია უბრალოდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა სამწუხაროდ და საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და ხედავთ როგორი დამოკიდებულება და როგორ ექცევიან ჩვენს ქვეყანას. ქრონიკა მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩეხეთის მთავრობა მეუთოს სადამკვირვებლო მისია 3-4 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად 2 სექტემბერს მიიწვია. ეუთო ჩეხეთის არჩევნებს დააკვირდება. თუმცა იმავე პერიოდში საქართველოსთან გაგზავნილ მოწვევაზე უარს ვადების გამო ამბობს. მმართველი გუნდის შეფასებით ამ გადაწყვეტილების მიზეზი მოსალოდნელი ბულინგის თავიდან არიდების მცდელობაა. ესეც ერთ-ერთი მაგალითი არის იმ ფარისეულობისა, რომელსაც ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ გარედან, თარიღებს ყოველ გაიქცევიან, თუ არ ვცდები, 2 სექტემბერს მოიწვიეს და 3 სექტემბერს არის ხომ არჩევნები, 3 ოქტომბერს არის არჩევნები, ზუსტად იგივე იყო ჩვენთან, 5 სექტემბერს გაიგზავნა მოსაწვევი 4 ოქტომბერს ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით. ამას ვახერხებთ, თუ საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ერთ თვეში. რეალურად სექტემბერი არის, სადაც ჩვენ და ოპონენტები მათ შორის საარჩევნო კამპანიას ვეწევით. ესეთი ხარ რა გახდა, რა ქვია, რამდენიმე ადამიანის შეკრება და ჩამოყვანა საქართველოში, ნუ ძნელი დასჯერებელია, რომ ეს არის რეალური მიზეზი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი თვით ადრე მიიღეს მოსაწვევი და ჩამოვიდნენ და დააგვირდნენ კიდევაც არჩევნებს. ასე რომ აქ პირდაპირ თეთრი ზაფით ნაკერი არის ის საბაბები, რომელიც ჩვენ გვესმის ახლა ეუთო ოდირისგან, რო დააკვირდა 20 წელს რა ხეირი.
დაუდოთ პირდაპირ შავი თეთრზე დაწერილი და ვისაც არ გესმით დაწერილიო მისი ხელმძღვანელი გამონდა ზეპირადას თქვა მაშინ და სულ ახლახან გაიმეორა კიდე ერთხელ რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება წერტილი რომ შევაჯამოთ ეს ფაქტი გაექცა სიმართლის დეკლარირებას რომელიც მას აუცილებლად მოუწევდა საქართველოში რომ ჩამოსულიყო გაექცა იმიტომ რომ მას ჰქონდა გამოცდილება 2024 წლის მის მიერ დაწერილ სიმართლეზე როგორი ზღვა ტალახი შეურაცხყოფა და ბულინგი მოყვა და როგორ მოხდა იგნორირება და ფეხქვეშ გათევლა იმ დასკვნისა რითაც ოდირმა სიმართლე აღიარა საქართველოში ამიტომაც ის რაც შესაძლებელია ჩეხეთში ერთ თვის ვადაში ჩატარდეს და წარმატებით დააკვირდეს ეუთოოდირი იქაურ არჩევნებს საქართველოში თურმე იგივე ვადაში ყოფილა შეუძლებელი ეს თავის თავზე თვითონ რა თქმა უნდა მეტყველებს იმაზე რაც ეუთოოდირთან მიმართებით აგერ სულ რაღაც ერთი წლის წინ მოხდა საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარე მარეულობის და დესტაბილიზაციის მცდელობებზე ისაუბრა შალო პაპუაშვილის თქმით, რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვებას ძალადობრივი გზით ცდილობენ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ეს პირდაპირ ნიშნავს მათი მხრიდან დემოკრატიული ჩარჩოებიდან გასვლას. აქ საშიში არაფერი არ არის, აუცილებლად გვეყოლება პატარა შვილებიც და შვილიშვილებიც. საზოგადოებას ძალიან მთხოვ დაგვიდგეს გვერდით. მშვიდობიანი დამხობა ეს არის ძალიან ლოგიკური, მარტივად გასაგები პროცესი, რომელსაც ახორციელებს ქართველი ხალხი. აგერ ახლო ქვეყანაში, სომხეთში, სადაც პაშინიანმა მოახერხა ეს ყველაფერი ყოველგვარი ზედმეტი ძალადობის და ზედმეტი, ასე ვთქვათ, ცუდი პროცესების გარეშე, ამიტომ ქართველი ხალხი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა ვინც ამ ეგრეთ წოდებულ დამხობის ტერმინს აკნინებს, ან მხარს უჭერს, ან სალონურად ხდის იმით, რომ ხვდება მათ, ყველა ახალისებს ძალადობრივ პროცესებს. ეს არის ის საშიში გზა, რომელსაც დღეს ადგას უცხოეთიდან კარნახით რამდენიმე პარტია და NGO. ეს არის ის გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაიდნისკენ. ადამიანის სისხლის და არეულობის მოწყობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ასაფეთქებელი ნივთიერების ექსოგენის საქართველოში შემოტანის სკანდალურ საქმეზეც გააკეთა კომენტარი შალო პაპუაშვილი წარსულში ასეთივე ხელწერით დაგეგმილ სცენარებსა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებზე ამახვილებს ყურადღებას. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არჩევნების წინ უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობით საქართველოში სხვადასხვა ოპერაციები ხორციელდება. 2017 წლის არჩევნები იყო თუ არ ვცდები, გივით არ გამოდის აფეთქება, რომელიც დადასტურდა, რომ უკრაინული სპეცსამსახურების მხრიდან იყო ორგანიზებული. შეგახსენებთ 2021 წლის არჩევნებს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დადასტურებულია, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში. შემეძლო მეკითხა იმ გვარით ქართველებისკენ, რომელსაც ზელენსკი უნდათ საქართველოს პრეზიდენტად. რომელიც შენს ქვეყანაში, რომელსაც შემოაქვს ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასე შემდეგ, აი რა მაინტერესებს ახლა ამის შემდეგაც აპირებენ ზელენსკის განდიდებას და უკრაინის ხელისუფლების განდიდებას, რომლის განაც მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე არის გადასული ჩვენი უსაფრთხოების სისტემა. და არ ვსაუბრობთ არ ვსაყვედურობთ, ხმამაღლა არ ვამბობთ ამ ყველაფერს, მაგრამ აი ამას ყველაფერს რომ გიკეთებს ასეთი ხელისუფლება. ეს რაიმე მეგობრობაში ჯდება, პირი ვინც არის დაკავებული, ის ამბობს, რომ თითქოს ეს ყველაფერი რუსეთში გასატანად იყო გამიზნულიო. თუმცა რაც ვიცი დადასტურებულად, არ ვიცი, მე მგონი ავლაბარში რუსეთი არ არის. აი 2.5 კილო ჰექსოგენი რომ იქნებოდა ავლაბრის კონკრეტულ მისამართზე. აი შემთხვევით ხო განზრახვა არ ქონდათ, არა და იქ სხვაგან მიქონდათ. აი შემთხვევით ხო შეიძლება რაღაცა მომხდარიყო. შეიძლება რომ შემთხვევით ის აფეთქდეს ზემოქმედების შედეგად, ან ის ტრაილერი გადაბრუნებული იყო და აფეთქებული იყო, ან იმ სახში აფეთქებული იყო. მთელ ავრაბას ხო აიტანდა ცაში. აი ამას გიკეთებდა უკრაინის სპეცსამსახურები. იყო უკრაინის სპეცსამსახური, სადაც ქართველი მუშაობს, გია ლორდ-კიფანიძე, სისხლით ქართველი და თავისი არსით ანტიქართველი ადამიანი მუშაობს და წარმოგიდგენთ, ამას გეგმავდა და ამას ეგუებოდა იმას, რომ შეიძლება აფეთქეს, მაგრამ ჯანდაბას აიწიოს ავლაბარი და თბილისი. აიწიოს ჰაერში.
ოღონდ თავის მიზნებს მიაღწიონ რუსეთში. ჯანდაბამდე გზა ქონია ქართველებს და ქართველ ქალებს და ქართველ ბავშვებს აქ რო აფეთქებული, ხო? ერთ რამეს ურჩევდი უფრო უკრაინის სპეცსამსახურებს, მოღალატეს როცა თანამშრომლად გაიხდი, ის საბოლოოდ მათაც უღალატებს. შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. როდესაც ჩვენ ომი გქონია, მათ შორის რუსეთთან ომი გქონია, არავინ, არც უკრაინელები და არავინ არ ჩაგვიტრევია იმ ტანჯვის გათვალისწინებით, რომელსაც დღეს გადის უკრაინელი ხალხი. ამის გათვალისწინებით ჩვენ არ ვამბობთ არაფერს, სასაყვედურო ბევრი არის და სათქმელის ბევრია, მაგრამ ვითვალისწინებთ ამ გარემოებას, მაგრამ მოვა დრო, ეს ომი დასრულდება და რა თქმა უნდა ჩვენ პასუხს ჩვენ კითხვებზე პასუხს მოვითხოვთ უკრაინის ხელისუფლებისგან. გამოიარა ნახევარი ევროკავშირი ლამის, ისე რომ არავის არ გაუჩერებია. ხა ეს შემთხვევით გამოეპარათ თუ ვინმე ძალით თვალს უხუჭავს ესეთ რაღაცებს, ეს ხამაში თვითონ გაერკვნენ, მაგრამ ფაქტი სახეზე არის. კორუფციასთან ბრძოლის მიზნით მმართველ ძალას ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აქვს. ქონებრივი დეკლარაციის 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ იმ ყოფილ მოხელეებს, რომელთა მიმართ სამოხელეო დანაშაულისთვის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საკანონმდებლო ინიციატივაზე დღეს დამატებითი განმარტებები გაკეთდა. საქართველოს გამორჩეულად წარმატებული შედეგები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა გადავიყვანოთ კიდე ახალ ნიშნულამდე და ვიყოთ საუკეთესო სამეულში ამ მხრივ. დღეს ჩვენ ვუსწრებთ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მათ შორის იმ ქვეყნებს ჩვენ რო ჭკუას გვასწავლიან, ვუსწრებთ კორუფციის ბრძოლასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ ახლა ძიებაში იმ ნაბიჯებისა, რომელიც ერთის მხრივ როგორც ასე ვთქვათ სისხლის სამართლებრივი დევნის მეშვეობით, ასევე სისტემის მხრივ შექმნის ყველანაირ ბარიერს, რომ არ წახალისდეს და არ იყოს ასე ვთქვათ მათ შორის ცდუნება იმის, რომ კორუფციული გარიგებებში შევიდეს ისა თუ ის მოხელე. ამის პრევენციას ემსახურება 30 წლიანი ვადა და ვალდებულება ქონების დეკლარირებისა. მანამდე მივიღეთ ცვლილებები თაღლითობასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ და სხვა მსგავს დანაშაულებთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ იმ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გაგრძელება, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს მთავრობას და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს დავეხმაროთ საკანონმდებლო შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოთ. 2 მილიარდ ლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ სუსთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა. მეზობელი ქვეყნებიდან სამალავებით ნაღდი ფული ქვეყანაში შემოჰქონდათ და უკანონო გზით ათეთრებდნენ. განცხადება გაკეთდა ეროვნულ ბანკში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. საქალაქო სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი გამოკითხეს. ეკა გიგაური გამოკითხვაზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული. საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. კითხვები შეეხებოდა იმას, ვეხმარებოდი თუ არა მე პირადად დაჯარიმებულებს, მათ მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით. მეორე საკითხი, რაც შეეხებოდა იმ ჩემ საჯარო განცხადებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რომ დასანქცირდნენ კონკრეტული პირები. ასევე როგორც ჩანს, პრობლემა იყო 7 თუ 8 ლაბადის ყიდვა აქციების მიმდინარეობის დროს. გამოძიების ფარგლებში ერთნიშნულად დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად და სწორედ ამ ფარგლებში დაესვა დღეს რა თქმა უნდა კითხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში მან დაგვიდასტურა ის, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში და ასევე უშუალოდ საქმის მასალებით დასტურდება ის, რომ გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს უშუალოდ
აქციისთვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული, როგორც ეს გამოძიებით დგინდება. მოწმენდა კითხულმა პირმა დაგვიდასტურა ისიც, რომ თავადაც პირადი ბიუჯეტიდან ასე ვთქვათ, პირადი ბიუჯეტი იღებდა ასე ვთქვათ კონკრეტულ თანხებს იმისთვის, რომ კონკრეტული პირების ჯარიმები ყოფილიყო გადახდილი. ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ ახსოვს ეკაგი გაურს, რისთვის შეიძინა კონკრეტული ნივთები. სანამუშაოდ არ წარმოუდგინეთ მას აღნიშნული დოკუმენტაცია, სადაც ცალსახად მითითებულია, რომ ეს აქციებისთვის იყო გამოსაყენებელი, მანამდე არც კი უშვებდა, რომ ასეთი ინვენტარი შეიძლება ჰქონდა მას შეძენილი. სასამართლომ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიებად 5,000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა. გირაოს გადახდის ვადად მოსამართლემ მას 20 დღე განუსაზღვრა. ელენე ხოშტარია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს. დაკავებული არ გამოცხადა სასამართლო პროცესზე, შესაბამისად სავალდებულო წესით დავინიშნე მის ინტერესების დამცველ ადვოკატად. მე შევეცადე დაკავებულთან კომუნიკაციას, ვიყავი დროებითი მოთავსების იზოლატორში, რომ მომენახულებინა. დაკავებულმა უარი განაცხადა ჩემთან კომუნიკაციაზე, შესაბამისად მე გადმომეცა საქმის მასალები, კაცის ხარეს მიაჩნია, რომ დაკავების საფუძველიც კი არ არსებობს მოცემულ საქმეზე, თუმცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დააკმაყოფილა ბრალდების ხარის შუამდგომლობა და შეეფარდა გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით. საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბრალდებულს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე, რომელიც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ვინაიდან საქმეში არსებობდა ის მტკიცებულობათა ერთობლია, რომელიც ქმნიდა სტანდარტს დასაბუთებული ვარაუდით ბრალის წარდგენის. საქმეში დევს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადგინა შესაბამისი ზიანი, რომელიც აღემატება 150 ლარს, რამაც მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად მოხდა ბრალდების აღნიშნული საფუძველზე მოხდა ბრალდების წარდგენა ბრალდებისთვის. მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0.001% გამოდის ალბათ საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა ეს 5,000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული ეთყობა ენანება საქართველოს ბიუჯეტს. სამართალდამცველებმა ზურაბ ზვიადაური დააკავეს, საქმე ეხება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა ტარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზვიადაური თბილისში დააკავეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გურჯაანში რთველში უმასპინძლა. გურჯაანში იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში. დიპლომატები კახეთში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები. სტუმრებმა დაათვალიერეს ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშებიც. ნიშნულოვანია, რომ ის ელჩები, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან, რომელიც ამ ქვეყანაში მუშაობენ, საქართველოსთან ურთიერთობებში წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს, იყვნენ კარგად გაცნობიერებული სწორედ საქართველოს ტრადიციებში, იმ ტრადიციაში, რომელიც უკავშირდება ღვინის კეთებას, ყურძნის მოყვანას, რაც ასევე საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას ქართველი კაცისას. ნახეს, როგორც რთველის მიმდინარეობს პროცესი, ასევე ის უდიდესი და უძველესი ტრადიცია, რომელიც არის თვითონ რთველი 8000 წლიანი მოსავლის აღების პერიოდი, რომელიც არ არის მხოლოდ მოსავლის იღება, არის აგრეთვე ქართული იდენტობის, ქართული კულტურის ნაწილი, არის ბევრად უფრო მეტი ვიდრე მოსავალი და როდესაც ამ კულტურას და ამ ღირებულებებს ადგილზე ეცნობიან, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტობრივად გრძნობენ საქართველოს სულს. მიყვარს საქართველოს შესწავლა, ეს შთამბეჭდავი ქვეყანა, საოცარი ისტორიით, ტრადიციებით, გეოგრაფიით, რეგიონებითა და რაც მთავარია შესანიშნავი ხალხით. მადლიერი ვარ, რომ ჩემი საქმიანობით მაქვს შესაძლებლობა მოვინახულო საქართველოს სხვადასხვა კუთხე, გამოვცადო სხვადასხვა ტრადიცია და შევხვდე ქართველ ადამიანებს. ბედნიერი ვარ დღეს სწორედ ამის კეთებით და მომავალშიც მოუთმენლად ველი ამის განგრძობას. ამ შესანიშნავ ქვეყანაში 2 კვირის წინ ჩამოვედი. საქართველოს ცნობილია თავისი სამზარეულოთი და ღვინის კულტურით. პირველად ვარ რთველში, რაც ყურძნის კრეფის უძველესი ტრადიციაა. ტრადიციულად მოსავლის აღების ბოლოს იშლება სუფრა. მეც ისეთი ქვეყნიდან ვარ, სადაც მოგყავს ვაზი და გვაქვს ვენახები. თუმცა ვიცით, რომ ეს კულტურა საქართველოს ეკუთვნის და სწორედ მას აქვს მეღვინეობის უძველესი ტრადიცია. უაღრესად მადლიერი ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ძალიან კარგი ღონისძიებაა არა მხოლოდ უცხოელი დიპლომატებისთვის ინფორმაციულობის კუთხით, არამედ იმითაც, რომ გვაერთიანებს ძალიან სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში. იმედი გვაქვს, რომ კიდევ გვექნება ასეთი ღონისძიებები და მოხარული ვართ აქ ყოფნით.
ქრონიკა 17 საათზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს თეა სიჭინავა განაგზობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.